გამარჯობა. უხსოვარი დროიდან ვაზი ქართველი კაცის ღირსება და ნამუსი იყო და დღესაც იგივე მნიშვნელობა აქვს ამ ფეოდალურ კულტურას. საქართველოს და ყურძნის ისტორია ოდითგან გვერდი-გვერდი იწერებოდა. ვაზი, ყურძენი, ღვინო, ქვევრი ყოველთვის გაიგივებული იყო ქართველთან, საქართველოსთან, ქართველობასთან. ღვინით იწერენ ჯვარს, ლოცავენ ახალშობილს და ღვინითვე ამბობენ შესანდობარს. ჩვენს ტაძრებში ტარდება წირვა. ქართველი კაცისა და ვაზის ასეთი ურთიერთდამოკიდებულება ძალიან კარგად იცოდა მტერმა და ამიტომაც საქართველოში შემოჭრილი პირველ რიგში ვაზს ერჩოდა. დღევანდელი გადასახედიდან ძნელია აღიქვა ის სათუთი დამოკიდებულება ვაზთან, როგორც ჩვენ სახელოვან წინაპრებს ჰქონდათ. დღეს ქართული ვაზი სავალალო მდგომარეობაშია, ისევე როგორც მთლიანად საქართველო. ვითარების გამოსწორებას კი ჩვენი ერთიანი ძალისხმევა სჭირდება, რათა როგორმე გადავარჩინოთ და ავაღორძინოთ ვაზის კულტურა. დაუბრუნოთ ქართულ ღვინოს ის სახელი და დიდება, რითაც იგი ოდითგან იყო განთქმული მსოფლიოში. ვაზსა და ღვინოს პროგრამა მიწათმოქმედი კიდევ არაერთხელ შეეხება. ასევე გვექნება საუბარი ყველაფერი იმაზე, რაც ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას უკავშირდება. ამჯერად კი მოკლედ მიმოვიხილავთ ვაზისა და ღვინის წარსულსა და აწმყოს. უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში საქართველოს მევენახეობა მეღვინეობაში არაერთმა უარყოფითმა მოვლენამ და ტენდენციამ იჩინა თავი. 1826 წელს საფრანგეთის თბილისელი კონსული გამბა ახმიანებდა იმპერიულ პოლიტიკას, როცა წერდა, რომ საქართველოში უნდა შეიცვალოს ეს ტრადიციული ჭურჭელი ქვევრზე ამბობდა მაგალითად, უნდა შეიცვალოს ევროპული მუხის კასრებით და ადგილობრივი ტრადიციებიც, ეს მევენახეობისა ევროპულ ყაიდაზე უნდა მოეწყოს. ეს ტენდენცია შემდგომში რასაკვირველია გაგრძელდა და იყო ასეთი ლენცი, რომელმაც 10 წელიწადი იცხოვრა კახეთში 1836 წლიდან 46 წლამდე გააშენა იქ ევროპული ჯიშები და ცდილობდა ადგილობრივ მევენახეებსა და მეღვინეებში დაენერგა ევროპული წესჩვეულებები ვაზის მოვლაპატრონობის და ღვინის დაყენების. ეს მცდელობა რასაკვირველია ვერ გაგრძელდა და ვერ მიიღო ის შედეგი, რასაც ელოდნენ თვითონ ისინი. მაგრამ გავიდა საუკუნეს ბოლოს, აი 1896 წელს მიხეილ ბალასი აღნიშნავდა, უკვე აღიარებდა აი ამ პოლიტიკის კრახს, ამგვარი პოლიტიკის კრახს, როცა ამბობდა, რომ აზრი არ ქონდა საქართველოში ევროპული ჯიშების შემოტანასა და გავრცელებას, ვინაიდან ადგილობრივი ვაზის ჯიშები უფრო მაღალი ხარისხის ღვინო პროდუქციას იძლევიან. ამით თითქოს დამთავრდა ეს პერიოდი, ის საუკუნე დამთავრდა აი ასეთი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი დასკვნით, მაგრამ მე-20 საუკუნეში არაერთხელ წამოტივტივდა კვლავ ესეთი იყო მცდელობები და განსაკუთრებით თქვენ წარმოიდგინეთ აი უკვე აქეთ მხარეს, როცა უკვე ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის დავიწყეთ ბრძოლა, განსაკუთრებულად გაძლიერდა თვითონ ქვევრის წინააღმდეგ ბრძოლა, ტრადიციული კახური ტიპის ღვინის წინააღმდეგ და საერთოდ დაიწყო უფრო გაძლიერებული ფორმით და შინაარსით ქართული მევენახეობა მეღვინეობის ევროპეიზაცია. რაც დღეს ძალიან თვალსაჩინოა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო უარყოფითი შედეგები მოყვა კიდევ მე-19 საუკუნეში მავნებელ დაავადებების შემოსვლას და გავრცელებას, რამაც საგრძნობლად შეარყია ფაქტობრივად აი ეს დისბალანსი, რაც იყო მხარეებს შორის, საქართველოს მეღვინეობის მხარეებს შორის საკმაოდ შეარყია და შესწავლა უარყოფითი მიმართულებით. მაგალითად გურია სამეგრელოში მთლიანად დაკნინდა ვაზი და ჰიბრიდმა, ამერიკულმა ჰიბრიდმა იზაბელამ დაიკავა ადგილი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, აი ამას ალბათ უნდა გაუსვათ ხაზი, რაც უკვე აღნიშნებენ, რომ სადღეისოდ ძალიან დიდი პრობლემა დგას ჩვენი მეღვინეობის წინაშე. პირველი ის არის, რომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ აღვადგინოთ
თუმცა ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა ვიცოდოთ აღვადგინოთ ჩვენი რეგიონების ცალკეული მხარეების ტრადიციული მევენახეობა მეღვინეობა თავის ჯიშებით, ღვინის დაყენების ტექნოლოგიებით, იმიტომ რომ ჩვენ თუ გამოირჩევით მსოფლიოს მევენახეობა მეღვინეობისგან გამოირჩევით იმით, რომ ჩვენ ჯიშები ჩვენი ღვინოები დამყარებულია ენდემურ ადგილობრივი წარმოშობის ვაზის ჯიშებზე, გვაქვს ურთიერთგანსხვავებული მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ნიადაგური კლიმატური პირობები, რაც იძლევა ასევე მრავალფეროვანი ღვინო პროდუქციის მიღებას. და ეს ამავე დროს არის სწორედ ის, რასაც დღეს დაუშვათ თვითონ ევროპაში და ჩვენთანაც უკვე ოფიციალურად აყენებენ და ამას ქვია ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლს დაქვემდებარებული ღვინოების წარმოება. ეს პრინციპი ჩვენში ტრადიციულად იყო, ჩამოყალიბდა ტრადიციულად და აქედან იყო ცნობილი ხოდაშნური, ანაგური, ხიდისთავური, ჩემბატონო, წარაფის და სხვადასხვა მხარის ესეთი ცნობილი ღვინოები. აი ამის ტრადიციული საფუძველი ჰქონდა ჩამოყალიბებისა, აი ამგვარი მიდგომას, თუმცა საბჭოთა პერიოდში მას რასაკვირველია არ ერქვა ოფიციალურად არ იწოდებოდა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებად. მაგრამ შინაარსით და პრაქტიკულად ეს იყო მოქმედი წესი და მოქმედი პრინციპი ჩვენ მევენახეობა მეღვინეობაში და ამითაც გამოირჩეოდა საქართველოს საბჭოთა კავშირის მევენახეობა მეღვინეობაში. და ეს იყო ერთადერთი მხარე, რომელიც აწვდიდა საბჭოთა ბაზარს მაღალხარისხოვან სამარკო ღვინოებს, მშრალ სუფრის ღვინოებს. ჩვენ რომ თავი დავიცვათ აი მევენახეობა მეღვინეობის ევროპეიზაციის პროცესისგან, აუცილებლად გვჭირდება მეცნიერული მიდგომის საფუძველზე აღდგენა, მოპოვება, მოძიება, ჯერ თითქმის დაკარგვის პირას მისული ჯიშებისა, მოძიება, აღდგენა და ესეთი ძალიან დიდი სამუშაოა, რომელსაც რასაკვირველია კიდევ გავიმეორებ, მეცნიერები წარმოების მუშაკებთან ერთად, წარმოების ფირმების ხელმძღვანელებთან ერთად, კერძო სექტორთან ერთად უნდა ჩაუდგნენ სათავეში. ჩვენი ღვინოები ევროპეიზაციის გზაზე დგას თქო ჩვენი დღევანდელი მევენახეობა მეღვინეობა. აი ეს საფუძვლები, რომელსაც დღეს სამწუხაროდ იყენებენ ჩვენში, ერთმანეთის მსგავს ღვინოებს იძლევა. ხო და ამდენად ეს სასაკვირველია საქართველოში ადრე არ იყო და ჩვენი ღვინოები თუ გადიოდა თუნდაც იგივე რუსული და საბჭოთა საბჭოური ღვინის სახელით, მაინც აქა თუ იქ ამახსოვრდებოდათ როგორც გამორჩეული და მაღალი ღირსების ღვინოები. ბატონმა დონატო ლანატიმ პირდაპირ განუცხადა სომელიეებსა და აი შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას. მართალია ზოგიერთმა იტალიელმა მწარმოებელმა შეიძინა საქართველოში ქვევრი, ჩამოიტანა და მასში ცდილობს დააყენოს ქვევრის ღვინო, მაგრამ იცოდეთ, რომ იტალიაში კახურ ღვინოს ვერ დააყენებთ. კახური ღვინო დგება მხოლოდ საქართველოში, მხოლოდ კახეთში. ვინაიდან მას სჭირდება იქაური მზე, იქაური ნიადაგი და სჭირდება ქვევრი და ის პირობები, რაც მხოლოდ საქართველოშია. ევროპამ ჩვენგან ისწავლა, ევროპამ ჩვენგან წავიღო მარცვლეული, ჩვენგან წავიღო ხეხილი, ვაზი, ჩვენგან ისწავლა ეს ყველაფერი. ხო და ეხლა ჩვენ უნდა მივაწვით იმათ, დადგენილია რომ 4 ჯიში, 2 იტალიური, შემდეგ შასლა და შირაზი, სირა, ანუ ავსტრალიაში შირაზი ქვია, შევიდა ქართული ვაზის ჯიშების ჯგუფში, ქაცითელთან, ხიხთან, ჩინურთან და სხვა ჯიშებთან 7 ჯიშია ჩამოთვლილი აი იმ ჯიშების შემადგენლობაში თავის გენეტიკური ნიშან-თვისებებით. დაადგინეს ასევე ის რომ 2 ჯიში, სომხური 2 ჯიში, ერთია გახლავთ კახეთ სახელწოდებით და მეორე მსხალი. ჩაჯდა კახური ჯიშების, ქართული ვაზის ჯიშების ჯგუფში, კიშინევში არის ხერესის ღვინის ქარხანა. და იქ სტუმრობისას გამაშინჯეს ღვინო
ხერესის ტიპის ღვინო, რომელმაც მიიღო ოქროს მედალი საერთაშორისო გამოფენაზე. და აღმოჩნდა, რომ ამ ღვინოში 60% იყო რკაწითელის წილი. ეს ეტიკეტზე რასაკვირველი არ აღინიშნებოდა, მაგრამ ეს რეალური ფაქტი იყო, რომ როცა სჭირდებათ კახური ტიპის როცა სჭირდებათ ხერესის ტიპის ღვინის მიღება და უნდათ რომ გაიმარჯვოს კონკურსში ამ ღვინომ, ურევან შიქრ კაწითელს. უნებურად მახსენდება ის თუ როგორ მიერეკებოდნენ ქართულ ქალებს, როგორც ამ მაჰმადიანურ ქვეყნებში, თურქეთში, სპარსეთში და არაბეთში და სხვაგან იმისათვის რომ გაეკეთილშობინებინათ სისხლი ქართველი დედები სჭირდებოდათ ამისათვის ქართველი ქალი. აი საოცრად რატომღაც უკავშირებ აი ამ ფაქტს და როცა სჭირდებათ მიიღოს ოქროს მედალი და გამოიჩინოს თავი, იქ თურმე ქართული გენია საჭირო. ქართულმა მიწამშვა ვაზი და ღვინო, ქართულმა მიწამშვა ხორბალი და პური. პური და ღვინო ოდითგან იყო ქართველურ ტომთა დარდისა თუ სალხინო სუფრის მთავარი ნაწილი. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მე ვენახია. ყოველ უნაყოფო ლერწს ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფი ერთს კი განწმენს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. როცა ისინი ჭამდნენ, აიღო იესომ პური, აკურთხა და დაამტვრია, მისცა მათ და თქვა: აიღეთ და ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული. აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ და იქიდან შესვა ყველამ. უთხრა მათ: ეს არის ჩემი სისხლი, ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მეც აღარ შევსვავ ვაზის ნაყოფისაგან იმ დღემდე, როცა შევსვავ ახალს ღვთის სასუფეველში. გონი საკმაოდ დახუნწული გამოვიდა ეს გადაცემა. იმედია, არ გადაგღალეთ და ვიდრე დაგემშვიდობებით, კიდევ მინდა რაღაც გაგიზიაროთ. დავფიქრებულ ვარ, რატომ შემოვიდა ქართლში წმინდა ნინო ვაზის ჯვრით. პასუხი ყოველთვის მეორდება, იმიტომ რომ ვაზი ქართული კაცისთვის ღვთაებრივი მცენარეა. მისი შეურაცხყოფა კი ცოდვის ტოლფასია. შესაბამისად, ღვინოც ღვთაებრივი სითხეა. ვაზო შვილივით ნაზარდო, სწორედ რომ შვილივით ევლებოდა ქართველი კაცი ვაზს. ამაში უთუოდ ღვთიური მადლი დევს. უფალი მარადიულია. მართლმადიდებლური წესი, ჯვრის წერა და წირვა ღვინით ზედაშეთი სრულდება. ჩვენი მტერი კი ყოველთვის ვენახის ჩეხვით იჭრებოდა საქართველოში და ცდილობდა ვაზთან და ღვინოსთან ერთად წირვად მოეშთო და რწმენა მოეკვეთა. ყველამ უნდა ვიცოდეთ ჩვენი სამშობლოს ისტორია, ის ჩვენი მომავლის საფუძველია. მადლობთ ყურადღებისათვის. ვაზი და ღვინო არის საქართველოს ტოტემი. ჩვენ ამ კულტურის გარეშე ვერ ვიარსებებთ როგორც ერი. ჩვენი ყველა წესჩვეულება, ტრადიციები არის დამყნობილი ამ ვაზზე და ეხლა თავარი რა არის, რომ თუ ქართული ეროვნული ცხოვრების წესი არ აღდგა საქართველოში და ეს ხელისუფლებამ არ გაატარა, იქნება საქართველოში ის უბედურება, რაც უბედურება ტრიალებს დღეს. ეხლა ევროპეიზაციას რო ამბობს ის თემო. ევროპეიზაცია მიდის ყველაფერში და ჩვენი გადაგვარება მიდის კატასტროფიული ტემპით. და ძალიან ძლიერად გამოხატული მე ვენახეო მეურნეობაში. შეიძლება ევრორემონტი კარგი იყოს, მაგრამ თუ ყველაფრის ევროპეიზაცია მოხდა და ჩვენი გონების კიდე დამახინჯება, ჩვენ როგორც ერი აღარ ვიარსებებთ. ამიტომ აბსოლუტურად უნდა შემოვტრიალდეთ ჩვენი ცხოვრების წესი და ეროვნული ტრადიციების აღდგენისკენ.